2025 წლის 11 მაისს თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე რატის ბარში, გამთენიისას 5 საათსა და 30 წუთზე მოხდა მკვლელობა. ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები და მოკლეს 18 წლის ალექსანდრე შაგეიაშვილი. სავარაუდო დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა ისინი რამდენიმე საათში აიყვანა პოლიციამ. როგორც დადგინდა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი 119 მუხლით წაუყენა, არის წარსულში არაერთი დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობისთვის ნასამართლევი პირი. მას სასჯელი გაუნახევრა 2012 წლის 28 დეკემბერს გამოცხადებულმა საყოველთაო ამნისტიამ. ეს იყო პირველი ამნისტია პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში, რომელიც მძიმე მუხლებს, მათ შორის მკვლელობის მუხლებს შეეხო. რატის ბარი. მკვლელობის ანატომია. წლის ალექსანდრე შაგეიაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული 2009 წლის 9 ივლისის სასამართლო განაჩენითაც სასჯელს იხდიდა 18 წლის ახალგაზრდა ლაშა რუბაშვილის მკვლელობის ფაქტზე. მის სახელს რუბაშვილის მკვლელობამდე უკავშირდება სამართალდარღვევის ორი ფაქტი, რომელთაგან ერთზე ჩვენი ინფორმაციით არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. მხოლოდ ერთს მოყვა სამართლებრივი რეაგირება და ამ დანაშაულის გამო სასჯელი ლაშა რუბაშვილის მკვლელობის ფაქტზე გამოტანილ განაჩენში გაერთიანდა იმ დროს მოქმედი შეკრებითობის პრინციპით. გათავისუფლების შემდეგ მალევე გაისმა მისი სახელი რატის ბარში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. ამნისტია ყველასთვის. არაპროგნოზირებადი შედეგით. ხარს ვერ დაუჭერ ნულოვანი ტოლერანტობიდან და ყველანი ციხეში პრინციპიდან გადასვლას პრინციპზე საყოველთაო ამნეზიისა და ჩვენ დაზარალებულის ხელში გადავცემთ მათ გარეთ გამოშვება თუ დატოვების საკითხს, ეს რად გადაიქცევა ხომ წარმოსადგენია და ეკლესიასაც კი აქვს უპატიებელი ცოდვების ჩამონათვალი, რომელზეც სამუდამო განკვეთა და ანათემა შეიძლება დაინიშნოს. და როდესაც ადამიანი სიცოცხლეს ართმევს სხვას, იმის გამოსწორება შეუძლებელია. არავინ აყენებდა ეჭქვეშ ამნისტიის, როგორც განვითარებული სახელმწიფოს მონაპოვარი ჰუმანური აქტის საჭიროებას, მაგრამ იურისტთა ერთი ნაწილი რეალურ რისკებს ხედავდა ამნისტიის კანონში მძიმე მუხლების, მათ შორის განზრახ და დამამძიმებელ პირობებში მკვლელობის მუხლების შეტანაში. გარეთ ამას აპროტესტებდნენ მოკლულთა ოჯახებიც. ამ ნაწილის ირგვლივ მიდიოდა შეუთანხმებლობა და კამათი და არა ზოგადად ამნისტიის საჭიროების შესახებ. მაგრამ მაშინ კანონ პროექტში ამ მუხლების შეტანის მოწინააღმდეგეები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. რამდენიმე დეპუტატი უმრავლესობიდან და ოპოზიცია, რომლისთვისაც ამ კანონის მიღება ნიშნავდა ციხეებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის აღიარებას. საპარლამენტო დარბაზში ცხარე დებატები მიდიოდა კანონ პროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. უმრავლესობის სულ 2 დეპუტატი აფრთხილებდა კანონის მომხრეებს, რომ კანონში ასეთი მუხლების შეტანით ამ ჰუმანური და აუცილებელი აქტის შედეგების პოზიტიურობა სათუო გახდებოდა. ქართული ოცნების აბსოლუტური უმრავლესობა საყოველთაო ამნისტიის მხარეს დადგა. იმ მოტივით, რომ სასჯელახსრულების დაწესებულებები გადავსებული იყო უფლება შელახული, წლობით ღირსების შემლახვალ პირობებში მყოფი ნაწამები პატიმრებით. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის პირობები, რა პირობებშიც მათ უხდებოდა თავისუფლების აკვეთის მოხდა, იმდენად მძიმე იყო, რომ სახელმწიფოს უნდა გამოჩინა მათ მიმართ გარკვეული ჰუმანურობა. რამე მესმის როგორც იურისტს, რომ ასეთი როგორც იურისტი და როგორც ადამიანს მესმის, რომ ასეთი ამნისტია რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს სიკეთე, რაც მან უნდა მოუტანოს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც მათ გამოიარა ქართული გულაგი, ჩვენ ასე მიგვაჩნდა მაშინ, იყო იმდენად არასწორი და იმდენად ორიენტირებული არა ადამიანზე, არამედ პოლიტიკურ სისტემის ინტერესებზე, რომ ეს საჭიროებდა სათანადო რეაგირებას ახალი ხელისუფლების მხრიდან. კანონ პროექტის მომხრეები ოპონენტების წინააღმდეგ კიდევ ერთ საეჭვო არგუმენტს იყენებდნენ. 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ჰქონდათ კრიმინოგენური სიტუაციის კონტროლისა და პრევენციისთვის საკმარისი რესურსები.
ეს კი ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე თვეში ძალზე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. ახლად მოსულ ხელისუფლებას ხომ სწორედ სამართალდამცავ და სასჯელ აღსრულებით სისტემებში დახვედრილი მემკვიდრეობის მიმართ ჰქონდათ ყველაზე სერიოზული პრეტენზიები. და რა შეიძლებოდა შეცვლილიყო ასეთ მცირე დროში. საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ მაშინდელი უმრავლესობის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. არავითარი შედეგი არ მოჰყოლია საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტსაც. კანონპროექტი წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარე და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელია ზნეობრივი კატეგორიების მოშველიებით ილაშქრებდა კანონპროექტის მიმართ მცირე კრიტიკის წინააღმდეგაც კი. ეს იმ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენებია მაგ მუხლებით, რომელზეც ჩვენ ყოლავ თანხმდებით, რომ არ ვენდობით. ამ მოსამართლეების სახელდარქმეულ ადამიანებზე ვლაპარაკობ ჩვენ, რომ ვაქციოდ ისინი კეთროვანებად? არ გეთანხმებით ბატონო კობა. ეკლესია და მისი წინამძღოლი მუდმივად გველაპარაკებოდა, იმათ ვისაც ელაპარაკებოდა არ ესმოდა. ჩვენ მაინც უნდა შევისმინოთ, იყავით გულმოწყალენი პატიმრების მიმართ, არასოდეს არ განურჩევია მკვლელი და რაიმე სხვა დანაშაულის ჩამდენი. ვინაიდან უმრავლესობაში კობა დავითაშვილს ჰქონდა განსხვავებული აზრი მაგ საკითხთან დაკავშირებით და ძლიერი არგუმენტები. იცით რა არის, მესმის რომ ასეთი არგუმენტები არსებობს და ასეთი არგუმენტები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომელიც გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ და ირაკლიმ თქვა, რომ ის არ მიესალმება ასეთ ამნისტიას. ხო, ეს იყო ირაკლის პოზიციაც. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ პასუხისმგებლობა ამნისტიაზე უნდა ავიღოთ არა მარტო ავტორებმა და სამი ადამიანი ვიყავით, ვინც გამოპროექტს ხელს ვაწერთ. ზვიადიც ვიყავი. ეკა, მე და ბატონო ზვიად კვაჭანტირაძე. აი, როცა ეს საკითხი ასე დაისვა, ჩვენ თქვით, რომ ვინაიდან ამ კანონპროექტს შეიძლება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაადოს ვეტო, მაშინ ან თანხმდებით ვეტოს დამძლევრი უმრავლესობა ამის მიღებაზე, ან საერთოდ არ გაგვაქვს და არ გვინდა მაშინ ამ საკითხის გატარება და რაღაც ევოლუციური გზებით ვეცადოთ ხალხის გათავისუფლებას და სხვანაირი პრინციპით ვიმუშაოთ. საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვაში წამყვანი კომიტეტის ფუნქცია ენიჭებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც კანონპროექტის პირველი ვარიანტი უკან დააბრუნა, რადგან კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის და მისი მოადგილის განმარტებით ის ძალიან მაღალ რისკებს შეიცავდა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვებასაც კი აპირებდა. შემუშავდა კანონპროექტის ახალი ვარიანტი. პარლამენტმა საბოლოოდ კანონპროექტის ეს ვარიანტი დაამტკიცა. 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე ციხეებიდან მარტო იმ დღეებში 8752 პატიმარი გამოვიდა. დანარჩენები კი, ვისაც სასჯელი შეუმცირდა, მომდევნო პერიოდში ნელ-ნელა ტოვებდნენ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებს. ამნისტია შეეხო 16532 პატიმარს. მათ გარდა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ 12722 ადამიანს. საერთო ჯამში ამ ამნისტიის შედეგად პატიმართა დიდი ტალღა გამოვიდა იმ ციხეებიდან, რომლებშიც არაერთი ფაქტობრივი მასალის მიხედვით მუშაობდა მხოლოდ ადამიანის დათრგუნვისა და წამების სისტემა. არ მუშაობდა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და შემდგომი რესოციალიზაციის რეალური და ქმედითი მექანიზმები. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება ეჭქვეშ აყენებდა წინა ხელისუფლების დროს გამოტანილ სასამართლო განაჩენებს, არავის გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულების მიმართ უსამართლოდ გამოტანილი განაჩენები შეიძლება ნიშნავდა არა მხოლოდ მუხლების მიზანმიმართულ დამძიმებას, არამედ ასევე სასჯელის შემსუბუქებასაც იმ დროს არსებულ სამართალდამცავ სისტემაში გამეფებული შერჩევითი სამართლის შედეგად. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ეს ყოფილიყო ხელოვნურად დამძიმებული სასჯელი და ისეთ შემთხვევებით შეიძლება ყოფილიყო, როდესაც პირიქით ხელოვნურად შემსუბუქებული იყო თუ გარკვეული ელიტას, პოლიტიკურ ელიტას, თუ სამართლებრივ ელიტას ჰქონდა ინტერესი კონკრეტული პირის მიმართ. როდესაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიაზე მიმდინარეობდა მუშაობა, იქ დაისვა რა თქმა უნდა ეს საკითხები. მაგრამ თითოეულ შემთხვევას ვერ გამოეკიდებოდა 10,000-ობით განაჩენი იყო დამდგარი და მეტი კიდე და თითოეულ შემთხვევას ესე იგი ვერ ის კომისია და ვერც პარლამენტი ვერ გამოეკიდებოდა და ვერ განიხილავდა, ვერ ჩაუღრმავდებოდა. იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან ზოგადად ეს სასამართლო, ეს მართლმსაჯულება ჩაითვალა იმ პერიოდის
არასამართლიანად და ვინაიდან შეუძლებელი იყო სათითაოდ გაერკვიათ რომელი უფრო მეტად და რომელი ნაკლებად იყო არასამართლიანი, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მინიმუმ 1/4-ით შემცირებულიყო ყველა მუხლი. როცა ინტერპერსონალურ დანაშაულებებზე ვსაუბრობ, სადაც გამოკვეთილი მსხვერპლი არის, მათი პოზიციის გარეშე ამნისტია რაღაცნაირად სამართლიანობის იდეას უკარგავს აზრს და ასევე მეორე საკითხი არის ის, რომ თუმე და ამნისტიის აზრის ეგ არისო განუსაზღვრელი რაოდენობის ადამიანები და კონკრეტულად ინდივიდები არ გვაინტერესებს, ოდესაც ეს აქტი გამოდის, ანუ მაგ შემთხვევაში არ გვაინტერესებს ის რისკებიც, რაც ამ ადამიანებს უკან მოყვება. და ასევე იმ პირობებში, როდესაც რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია ეს პროგრამები ციხეში სათანადო დონეზე არ მუშაობს, თუ არ მუშაობს, მაგ შემთხვევაში კიდევ უფრო ორმაგი რისკის ქვეშ ვარ. ჩემი შეფასება, რომ ვთქვა, ანუ ეს შეფასება ეს ჰაერიდან არ მოდის, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებზე დაფუძნებულია და ზოგადად შეფასების ანგარიშები რაც იყო იმ პერიოდში, როგორ მუშაობდა ციხე, რა თქმა უნდა, ის ციხე ვერ ახდენდა ადამიანების რეაბილიტაციას. სტატისტიკა. გამომძიებელმა რეპორტიერმა ყველა შესაბამისი უწყებიდან გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, ამნისტირებულთა და შეწყალებულთა რა რაოდენობა ბრუნდებოდა უკან სასჯელ აღსრულებით დაწესებულებებში, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის გამო. მათ შორის მძიმე მუხლებით გასამართლებულთაგან რამდენი შებრუნდა უკან ისევ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. არც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არც ამნისტიის კანონის შემოქმედმა პარლამენტმა, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, არც იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა უწყებამ, პენიტენციურმა სამსახურმა არ მოგვაწოდეს ასეთი სტატისტიკა. როგორც ჩანს, სახელმწიფოს არ აქვს დათვლილი, შესწავლილი, შეფასებული არც ერთი ამნისტიის და შეწყალების აქტის შედეგები. ეს უნდა ეკეთებინა აღმასრულებელ ხელისუფლებას პარლამენტი მასეთი სტატისტიკის წარმოებას მოკლებულია. ეს უნდა ეკეთებინა საჯარო აღსრულების სისტემას, რომელსაც ჰქონდა ყოველთვის იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივად დაეფიქსირებინა, თუ ციხეში შედის, ხდება რეციდივი და ციხეში შედის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ ციხიდან გავიდა, ამის აღრიცხვა არანაირ პრობლემას მათთვის არ წარმოადგენს. შედეგების შესწავლა ნიშნავს რისკების შესწავლას. როცა არ ხდება ადამიანის რისკის შესწავლა და ასევე ისიც ცნობილია, რომ ეს ზუსტი მეცნიერება არ არის, რომ ადამიანს რისკი 100% ზუსტად დაუთვალო, მაგრამ ალბათობებზე არის, ხო? საუბარი კრიმინოლოგიაში მცდარი პოზიტივები, მცდარი ნეგატივები, ამას ვეძახით. მცდარი ნეგატივი არის ის ადამიანი, ვინც გამოვიდა და არ უნდა გამოსულიყო გარეთ, და მცდარი პოზიტივი არის, ვინც პირიქით შიგნით დარჩა, რომელიც გამოსვლას იმსახურებდა. უნდა ვიყოთ მომართული და ნებისმიერი სისტემა, რომელიც შექმნილია მომართული უნდა იყოს იმისთვის, რომ განსაკუთრებით მცდარი პოზიტივები არ იყვნენ, ანუ ის ადამიანები, ვინც ციხეში არ უნდა იჯდეს, ისინი იქ არ დარჩნენ და მცდარი ნეგატივების განეიტრალებისკენ უნდა იყოს მიმართული სისტემა, ესე უნდა იყოს შექმნილი. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საშუალებით შეძლო ამნისტირებისა და შეწყალების, მათ შორის მძიმე მუხლებით ამნისტირებულებისა და შეწყალებულების შესახებ ისეთი ფაქტების მოძიება, რომელთაც საზოგადოების მხრიდან ადეკვატური კითხვები მოჰყვა, მაგრამ კითხვები დღემდე პასუხგაუცემელი რჩება. სტატისტიკის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით გამონაკლისი იყო 2013 წელი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ამნისტიითა და შეწყალების გზით გათავისუფლებულთაგან 495-მა პირმა ისევ ჩაიდინა სხვადასხვა დანაშაული და ეს მხოლოდ საყოველთაო ამნისტიიდან გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა. სულ რამდენიმე თვეში ამნისტირებულთა საერთო რაოდენობის 4.35% ისევ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა 5.79%-ს წაუყენეს ახალი ბრალი. საგულისხმოა, რომ ამნისტირებულთა და შეწყალებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის შებრუნდა სასჯელ აღსრულებით დაწესებულებაში. 2013 წლის ნოემბერში გამოვიდა ციხიდან მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული შ.ა. გათავისუფლების საფუძველი ამნისტია. შემდეგ კი ეგრეთ წოდებული უდოს კომისიის მიერ საბოლოოდ გათავისუფლება. შ.ამ გათავისუფლებიდან ცოტა ხანში ქალაქ ბორჯომში მძიმედ დაჭრა ორი პოლიციელი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. მეორე კი შშმ პირის ეტლს მიეჯაჭვა.
2017 წლის მაისში გამოვიდა ციხიდან ჯერ ამნისტიის, შემდეგ კი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე VB. მან გათავისუფლებიდან ცოტა ხანში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა ახალგაზრდა ქალი TG. 2017 წელს გამოვიდა ციხიდან მძიმე დანაშაულისთვის 17 წლის ვადით თავისუფლება აღკვეთილი IN. მედიის ერთი ნაწილის ვერსიით IN-ს ამნისტიის საფუძველზე, მეორე ვერსიით კი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე შეუმცირდა სასჯელი და გათავისუფლდა. გათავისუფლების საფუძვლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გამომძიებელმა რეპორტიორმა ვერ მიიღო, ვერც ერთი შესაბამისი უწყებიდან, იმ მიზეზით, რომ მათი თქმით ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. გათავისუფლებიდან დაახლოებით 1 წელში ჩაიდინა მძიმე დანაშაული, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება და მისი მკვლელობა. 2013 წელს გათავისუფლებული პირი JT ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან პასუხისგებლობაში ხელახლა მიეცა სისხლის სამართლის კოდექსის 127 მუხლით არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის. ასევე საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პირი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ხელმეორედ გასამართლდა მძიმე დანაშაულის 10 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით. ნიშანდობლივია, რომ 2013 წლის სტატისტიკა ერთადერთია, რომელმაც საზოგადოებამდე მიაღწია. მას შემდეგ ამნისტირებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რეციდივის სტატისტიკა ან საერთოდ არ იწარმოება, ან არ საჯაროვდება. თუმცა საქართველოს მთავრობის სპეციალური დადგენილება ავალდებულებს ყველა უწყებას დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ მათ სფეროს მიკუთვნებული საჯარო ინფორმაცია, მათ შორის სტატისტიკური მონაცემები. სტატისტიკა არის ციფრები, რომელიც გაძლევს შენ შესაძლებლობას ამ ციფრებს ეთამაშო როგორც გინდა თუ ეს ციფრები რა თქმა უნდა ხელმისაწვდომია, როცა ამნისტიის თაობაზე ვსაუბრობთ. აქ საუბარი არ შეეხება იმას, რომ ინდივიდუალურად ვიღაცის სახელები და გვარები უნდა იყოს გამოქვეყნებული, არა, მაგრამ აი წარმოვიდგინეთ, რომ კონკრეტული ამნისტიის შემდეგ გამოსული ადამიანების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია რო იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, ანუ ციფრი რამდენი არის, მაგალითად 500 ადამიანი გამოდატოვა საჩელახსოვრების დაწესებულება კონკრეტული ამნისტიის შემდეგ და ამ ციფრებს მივყვებით ჩვენ და ვამოწმებთ 1 წლის თავზე, 2 წლის თავზე, 3 წლის თავზე გამოსული ადამიანებიდან რამდენმა ჩაიდინა განმეორებით დანაშაული, რომ ეს მერე მოგცემს უფრო თავისუფალ შესაძლებლობას ვისაუბროთ, ანუ ეს არსებული ამნისტიის სისტემა კაია თუ ცუდია, მუშაობს თუ არ მუშაობს. გამოიცა საყოველთაო ამნისტია, რომელიც მძიმე მუხლებს შეეხო არა გათავისუფლებით, ანუ ეს შეეხო ნაკლებად მძიმე დანაშაულებს და მსუბუქ დანაშაულებს. მძიმე მუხლებს შეეხო უհადო პატიმრებს 1/4, მძიმე მუხლებს 1/3, ზოგს განახევრება მუხლების სიმძიმის მიხედვით მოხდა. და ესე იქნა ეს ხალხი გათავისუფლებული. მე ვფიქრობ, რომ ეს ის პრაქტიკაა, რომელიც ყველა დემოკრატიული ქვეყანაში უნდა იყოს გამოყენებული. ორი მკვლელობა. ორთაჭალის ქუჩიდან რატისბარამდე. 26 წელი და 6 თვე ქონდა მისჯილი და აქედან 18 წელი და თითქმის 6 თვე ჩამოაკლო ამნისტიის შედეგად. მე არასამართლიანად მიმაჩნია. გადაცემა არის რაღაც ღია კარის დღე და გამოვიდა თვითონ ეს ეკაბესელია და მის შვილს გულში იხუტებდა. შეხედეთო როგორ მგავსო, შეხედეთო ეს ჩემი სიცოცხლეაო, ჩემი შვილიც იყო ჩემი სიცოცხლე, თუნდაც მე მგონებია ჩემი შვილი და იმის გაანალიზებაც ვერ მოვასწარი, ისე მომიკლა. ჩვენ მიერ შერჩეული კრიმინალური кейსი მიზნად არის ახავს ერთი კონკრეტული პირის საჯარო მხილებას. ეს ისტორია ასახავს არაერთი ისტორიის არსს. 2008 წლის 7 აპრილს ორთაჭალის ქუჩაზე მოგლული 18 წლის ლაშა რუბაშვილის დედა 2012 წლის ამნისტიის გამოცხადების წინ ყველა სახელმწიფო უწყებას თხოვნით მიმართავდა, რომ ამნისტია არ შეხებოდა მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ IG-ს. გამომძიებელი რეპორტიორი ამ ტრაგიკული ისტორიის მონაწილეებს გარდაცვლილის გარდა ინიციალებით მოიხსენიებს თავად ამ პირების მოთხოვნით, რომელთაც ითანამშრომლეს გამომძიებელ რეპორტიორთან. გადასცეს საქმის მასალები და მიაწოდეს სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი არ არის შევლახოთ რეპუტაცია იმ პირისა, რომლის უკანასკნელი ქმედების გამო ჯერ განაჩენი არ არის გამოტანილი. ჩვენ მხოლოდ იმის დაზუსტება შევძელით, რომ სწორედ ამნისტიის გზით გათავისუფლების შემდეგ ეს პირი ორჯერ აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე. ჯერ 2020 წელს, შემდეგ კი 2025 წლის მაისში რატისბარში მომხდარი მკვლელობის გამო.
12 მაისს პროკურატურამ რატისბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე იგ-ს 18 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობისთვის წაუყენა ბრალი. პროკურატურა იგ-ს ედავება ხულიგნური ქვენაგრძნობებით ადამიანის განზრახ მკვლელობას. იგ დუმილის უფლებას იყენებს. 18 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს იგ 2009 წლის 9 ივლისის სასამართლო განაჩენითაც. მას 26 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. მკვლელობა 2008 წლის 7 აპრილს ღამის 2-ის ნახევარზე მოხდა. წინა დღეს 6 აპრილის საღამოს თბილისში, ნადიკვარზე, 154 საჯარო სკოლასთან 17-18 წლის ბიჭები, უბნის ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი. ბიჭები ლუდს სვამდნენ. მეზობლებისთვის ამაში უცნაური არაფერი იყო, რადგან უბნის ბიჭები აქ ხშირად იკრიბებოდნენ. იმ დღეს მათ შეკრებას პოლიციის თანამშრომლებმა მაინც მიაქციეს ყურადღება, რადგან ერთ მომენტში ბიჭებში ჩოჩქოლი ატყდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორთაჭალის ქუჩაზე მანქანით გამოჩნდნენ მეზობელი უბნის ბიჭები, ხარფუხელები. პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს დაშლა მოთხოვეს. ხარფუხელები წავიდნენ, ბიჭები გაიფანტნენ, მაგრამ ცოტა ხანში ორთაჭალის ქუჩის 20 ნომერთან ისევ შეიკრიბნენ. შუაღამისას დაახლოებით 2-ის ნახევარზე მეზობლები ავტომატის ჯერის ხმამ გამოაღვიძა. ბიჭები ყვიროდნენ და სასწრაფო დახმარებას ითხოვდნენ. სროლის ხმა რომ მიწყდა, მეზობლები გარეთ გამოცივდნენ. ტროტუარზე ყველასთვის კარგად ნაცნობი, ამ ქუჩაზე გაზრდილი 18 წლის ლაშა რუბაშვილი იწვა და სისხლისგან იცლებოდა. სროლის ხმაზე ლაშას დედაც სხვა მეზობლებთან ერთად გამოვარდა გარეთ. ლაშა გონზე იყო. სასწრაფო დახმარებამ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 15 აპრილს ლაშა საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებამ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავედ ხარფუხში, მაშინდელ ვეზიროვის ქუჩაზე მცხოვრები 18 წლის იგ მიიჩნია. ის ერთ-ერთი იყო იმ ხარფუხელი ბიჭებიდან, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებმა 6 აპრილს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ნადიკვარელ ბიჭებთან დაპირისპირებაში შეამჩნიეს. სასამართლო რამდენიმე თვე გაგრძელდა. ლაშა რუბაშვილის მეგობრებიდან, რომლებიც იმ დღეს მასთან ერთად იყვნენ ორთაჭალის 20 ნომერთან, მხოლოდ ერთმა გხმ გაბედა სიმართლის თქმა. სხვა მოწმეების ჩვენებებიდან და სხვადასხვა გარემოებებიდანაც ნათლად იკვეთებოდა, რომ ლაშა რუბაშვილი შემთხვევითი მსხვერპლი იყო. იგ და მისი თანმხლებები ორთაჭალის ქუჩაზე სხვა ახალგაზრდის მოსაკლავად მივიდნენ. უბანს იგ-ს სახელი ლაშა რუბაშვილის მკვლელობამდე 2 წლით ადრე 75 საჯარო სკოლაში მომხდარი კონფლიქტიდან ახსოვდა. იგ ბოლო კლასებში ამ სკოლაში სწავლობდა. ამ სკოლაში მან არაერთი თვითმხილველის თვალწინ თავისი 2 თანაკლასელი დაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მათგანს სასწრაფო ოპერაციული ჩარევა დასჭირდა, მომხდარი ფაქტის ოფიციალური შეფასება არც სკოლაში მომხდარა და არც საგამოძიებო სტრუქტურებში. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებმა გვითხრეს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ისინი სკოლაში გამოგითხეს. ამის შემდეგ კი სამართალდამცავი უწყებებიდან მათ აღარ დაკავშირებიან. კლასში ვზივართ, რაღაცა უცბად შემოვარდნენ ბიჭები, ჩაამტვრის ფანჯრები და მე გავიდნენ. გოგოებმა დაიწყეს, კლასელებმა დაიწყეს დალაგება, ცოცხლები რაღაც შემოიტანეს, დალაგებდნენ და მე ისე ცოტა ხანში შემოდიან ეს ბიჭები. ამ ივანემ გოგოებს მოთხოვა, რომ ცოცხლები დაედოთ, არ დაელაგებინათ და ყველა დაემორჩილა ერთის გარდა და იმან გააგრძელა. დალაგება და ამან უცბად მივარდა ხელი, ცოცხლი გამოსტაცა ხელიდან და აი ტარით დაუწყო დარტყმა და რაღაცა უცბად ხა მე ეფეისე მივარდი მეთქი რა შვები მეთქი და ხელი ვკარი და აი ამ ხელის კრაზე უკვე რაღაცა წამოვიდა ძალიან დიდი ის აგრესია. უკნინდან ბევრი მხდებოდა, თუმცა რამოდენიმე ადამიანი გვაესა მართლა ცდილობდა რომ ეს განემუხტა და მე გავერიდებინე იქ ამ სკოლიდან და აი ერთ-ერთი რომელიც ჩემივე კლასელს სწორედ აი ამ ჩხუბის დროს მოხდა უკვე დანა მოქნეულიდან რომელიც ჩემზე იყო ერთი ფერის ქურთუკები გვეცა და სამწუხაროდ ის ადამიანი დაიჭრა. მე იმის შემთხვევიდან მე იმ ადამიანთან უკვე შემხებლობა აღარ მქონდა. მალევე გადავედი იმ სკოლიდან. გამოძიებაც თვითონ გამოძიებელები მახსოვს სკოლაში მოვიდნენ და დაგვკითხეს, თუმცა მე თვითონ აღარ მქონია რაღაცა სურვილი მომეკითხა ეს ამბავი, იმიტომ რომ იმდენად რთული მდგომარეობა იყო ქვეყანაში, თუნდაც ჩემი მხრიდან რაღაცა მცდელობა რო ყოფილიყო, შეიძლება ქუჩაში დაგვხვედროდნენ და ძალიან მარტივად მოვეკალი, იმიტომ რომ ადამიანის
ღირებული, აი რაღაც ადამიანის სიცოცხლის ფასი არ ქონდა. მომხდარის მძიმე შედეგების გამო არავის უგია პასუხი. დაზარალებულმა მოსწავლეებმა სკოლა დატოვეს და სხვაგან გააგრძელეს სწავლა. დაუსჯელობით წახალისებულ მორიგძალადობას მშობლებმა ისევ დაზარალებული ბავშვები გაარიდეს. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ ამბის მიჩქმალვით განათლების მაშინდელმა სისტემამ ამ სკოლის მენეჯმენტში საკუთარ კადრებს ხელი დააფარა. მომხდარი ფაქტის გამოძიების შედეგი ყველასთვის საიდუმლოდ დარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა დღესაც აგრძელებენ ამ ინფორმაციის გასაიდუმლოებას და დღემდე არავინ კითხულობს, რატომ დარჩა სამართლებრივად და დისციპლინურად შეუფასებელი ეს შემთხვევა იმ დროში, როდესაც არაერთი არასრულწლოვანი ბევრად მსუბუქი დანაშაულისთვის უმკაცრეს სასჯელს იხდიდა. მაგალითად, გიორგი ზერეკიძის და გვან საყუფარაძის საქმეების დასახელებაც კმარა, რომლებიც ტყუპის ცალივით ჰგავს 75 სკოლაში მომხდარ ინციდენტს. ოღონდ იქ სასამართლო შედგა და არასრულწლოვანებს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ეს ფაქტიც იმის დასტურია, რომ როდესაც თუნდაც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ირღვევა სახელმწიფოს სამართლებრივი პოლიტიკის მთავარი პრინციპი, კანონის საყოველთაობის და უზენაესობის პრინციპი. ამას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება სამართალდარღვევების მთელი ჯაჭვი, მძიმე და ტრაგიკული შედეგებით. 75 სკოლაში მომხდარ ფაქტს სამართალდამცავი და განათლების სისტემის მხრიდან ამ ფაქტის მიმართ წაყრუებას მალევე მოჰყვა იმავე პირის მიერ ჩადენილი დანაშაულებების მთელი რიგი. ამ ფაქტის მიჩქმალვიდან რამდენიმე ხნის შემდეგ იგომ თბილისში ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე კაფესთან იჩხუბა და თავის თანამხლებლებთან ერთად პარკირების დარაჯ ჟ100 ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ამ უკანასკნელის დასახმარებლად გამოსული კაფეს ბარმენი ლლ დაჭრეს. საქმე ხულიგნობისა და დაჭრის ფაქტზე 239 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა. სასამართლომ სასჯელის შეფარდებამდე იგ და ამ დანაშაულის მეორე მონაწილე გშ გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამ ინციდენტიდან 4 თვის შემდეგ მოხდა ლაშა რუბაშვილის მკვლელობა ორთაჭალის ქუჩის 20 ნომერთან. სასამართლომ ბრალდებულს მკვლელობის ნაცვლად მკვლელობის მცდელობისთვის გამოუტანა განაჩენი. რატომ ჩაითვალა მკვლელობა მკვლელობის მცდელობად? 2008 წლის 7 აპრილს ავტომატით დაცხრილული ახალგაზრდის სიკვდილის უშუალო მიზეზად ექსპერტიზამ ანემია და ბრონქოპნევმონია დაასახელა და არა 14 ტყვია, რომლებიც ლაშა რუბაშვილს 28 გასროლილი ტყვიიდან მოხდა. სასამართლოს არ მოუთხოვია ექსპერტიზისთვის განესაზღვრა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გარდაცვალების დადგენილ მიზეზსა და მიყენებულ ჭრილობებს შორის. ამ დასკვნის საფუძველზე დააკვალიფიცირა მკვლელობა მკვლელობის მცდელობად. ეს კი მეტ ჩანს უტოვებდა მსჯავრდებულს მომავალში ესარგებლა სახელმწიფოს მიერ დაშვებული ყველა ჰუმანური აქტით, ამნისტიის ჩათვლით. სწორედ ეს მოხდა 2012 წელს. სასჯელის განახევრება შეეხო მკვლელობის მცდელობას, სისხლის სამართლის კოდექსის 19.119 მუხლს და არაგანზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მუხლებს, რომლებსაც მოითხოვდა პროკურატურა. ამ განაჩენმა განაპირობა ის, რომ იგ ორი მომდევნო დანაშაულის გამო აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე. 2020 წელს პოლიციელის დაჭრის ფაქტის გამო და ახლა 2025 წლის მაისში ისევ 18 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ბრალდებით. ძიმედ დაჭრილმა ლაშა რუბაშვილმა თავად მოასწრო იმის თქმა, რომ ის ხარფუხში მცხოვრებმა იგმ დაჭრა. ლაშა რუბაშვილს 14 ტყვია მოხდა მუცლის, ორივე ბარძაღის, მარცხენა ლავიც ქვეშა ფოსოს, მარჯვენა მტევნის და მტევნის არეში. არაერთი მოწმე მათ შორის თავად მანქანაში იგ-სთან ერთად მყოფი გშ ჩვენებაში დაწვრილებით აღწერს, როგორ შევარდა მანქანა ბევრეთის ქუჩიდან ორთაჭალის ქუჩაზე, სადაც ბიჭები იდგნენ. მანქანის ფანჯრიდან როგორ გადაყო ავტომატი იგ-მ. როგორ მიუშვა მთელი ჯერი 20 ნომერთან მარტო შერჩენილ ლაშა რუბაშვილზე. 5 მეგობრიდან მხოლოდ ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა გაქცევა. დანარჩენები დაიმალნენ. იგ მომხდარიდან 10 თვის შემდეგ აიყვანა პოლიციამ. გამოძიება ისე დამთავრდა, რომ ვერც დანაშაულის იარაღი აღმოაჩინეს,
ვერც იმ მანქანის იდენტიფიცირება მოხდა, საიდანაც ისროდნენ. ვერ დადგინდა თავდამსხმელების მანქანაში მსხლომთა რაოდენობაც კი. თავარმა მოწმემ და შესაძლოა თანამონაწილებაც, ვინც აღიარა რომ მანქანაში იმყოფებოდა იგ-სთან ერთად. ძიების მიმდინარეობისას ქვეყნიდან გაქცევა შეძლო. მან რაღაც გზებით გადალახა სახელმწიფო საზღვარი და ამ გზით აარიდა თავი მართლმსაჯულებას. გაქცევამდე მიცემულ ჩვენებაში მან თქვა, რომ მასთან და იგ-სთან ერთად მანქანაში კიდევ ერთი პირი იჯდა, მესამე პირი საჭესთან. თავად იგ-მ დუმილის უფლება გამოიყენა. დაუდგენელი პირის მიმართ გამოძიებამ ცალკე გამოყო ძიების საქმე, რომლის შედეგი ბოლომდე ყველასთვის უცნობი დარჩა. რაც მთავარია, ძიებამ ისე დახურა საქმე და მოსამართლემაც ისე გამოიტანა განაჩენი, რომ ზუსტად ვერ დადგინდა, რამდენი იარაღით ისროდნენ მანქანიდან. არსებული მასალებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ამ კვლელობის დროს გამოყენებული ამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1974 წლის ნიმუშის ავტომატი 5 და 55 კალიბრის ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან 24 მასრა. ამ 24 მასრიდან 24-ვე გასროლია ერთ და იგივე კალიბრის იარაღში, ერთ და იგივე სახეობის იარაღში, მაგრამ თვითონ ამ მასრებიდან 24 ცალიდან 18 ცალი გასროლია ერთ ეგზემპლიარ იარაღში, ხო, დარჩენილი 6 მასრა გასროლია მეორე ეგზემპლიარ იარაღში. ეს ნიშნავს იმას, რომ შემთხვევის ადგილას გამოყენებული უნდა ყოფილიყო ორი ერთეული ავტომატური იარაღი. სასამართლოს მსვლელობის დროს ორ იარაღზე ბრალდებულ იგ-ს ადვოკატმაც გაამახვილა ყურადღება. ის ამტკიცებდა, რომ ძიებას უნდა დაედგინა გამოყენებული ორი იარაღი და ნამდვილად იგ-ს იარაღიდან გასროლილმა ტყვიებმა დაცხრილა ლაშარუბაშვილი, თუ მეორე იარაღის მფლობელის სროლებით დაიჭრა ახალგაზრდა. სასამართლომ ამ მიმართულებით ძიება არ გააგრძელა. არ შეფასდა საერთოდ, როგორი ცეცხლსასროლი იარაღი იყო, ვის ხელში იყო ეს იარაღი, თუ იყო ორი იარაღი, რაც ნამდვილად იყო, სად არის მეორე იარაღი, ვინ და ვინ ისროდა იარაღებიდან, სად არის მეორე იარაღი, ვის ხელში იყო მეორე იარაღი, თუ მოწმეები ესე თანამშრომლობდნენ და იგ-ს წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებას, ძირითადად ორ მოწმეზე არის საუბარი, რატო არ თანამშრომლობდნენ მესამე პირზე, ვის აფარებს ხელს გამოძიება? საქმეში ორი ავტომატის არსებობა, რაც ალბათ ორ მსროლელს და შესაბამისად ორ დამნაშავეს ნიშნავს, მართლმსაჯურებამ რეაგირების გარეშე დატოვა. ჩვენებების მიხედვით, მანქანაში საიდანაც ლაშარუბაშვილს ესროლეს 3 ადამიანი იჯდა. ვინ იყო მესამე პირი? იგ-ს მხლებელი ორი პირიდან რომელი ისროდა მეორე ავტომატიდან, ესეც დაუდგენელი დარჩა. დაუდგენელი დარჩა ვის ეკუთვნოდა და სად წავიდა ის მანქანა, საიდანაც ლაშარუბაშვილს ესროდნენ. ექსპერტების აზრით ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქმე ფაქტობრივად გამოუძიებელია, რომ განაჩენი არასრულყოფილ გამოძიებას დაეფუძნა, რის გამოც ის სამართლიანი ვერ იქნება. გამახვილებულიც არ არის ყურადღება მეორე იარაღზე. საქმე ამაშია, ესე იგი, ჩაითვალა, რომ ერთი იარაღი იყო და ექსპერტიზის დასკვნაში სადაც წერია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ორი ეგზემპლიარი იარაღის მასრები, აი ამაზე გამახვილებული ყურადღება არ არის და რაღაც არსად არ ჩანს, რომ ამაზე რაღაცა საგამოძიებო მოქმედებები ყოფილიყო ჩატარებული. ეს კრიმინალური ისტორია და მისი მსგავსი არაერთი შემთხვევა ასახავს, როგორ შეიძლება იქცეს სახელმწიფოს მიერ დაშვებული ჰუმანური აქტი უმძიმესი შედეგების წინაპირობად. განსაკუთრებით ისეთ დროში და ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის წელში გამართული მართლმსაჯულების სისტემა. არის მთელი რიგი განვითარებული ქვეყნები, რომლებშიც ამნისტია არასდროს ან მხოლოდ ერთხელ აქვთ გამოყენებული. თუმცა ამ სახელმწიფოებს მეტი ბერკეტი აქვთ ამნისტიის შედეგად მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად. საქართველოში კი სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკვე რამდენიმე ათეული ამნისტიის აქტია განხორციელებული. ბუნდოვანი, დაუდგენელი, შეუსწავლელი, უკონტროლო შედეგებით.